სასამართლო პროცესის პარალელურად მმართველი გუნდის მხრიდან 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა. პოლიტიკოსმა ასევე მისმა პოლიტიკურმა გუნდმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პირველ რიგში იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რომელმაც საბოლოოდ დააზიანა პოლიტიკური პროცესი საქართველოში. განსაკუთრებით 4 ოქტომბრის პროვოკაციული რევოლუციური სცენარი, რომლის შემოქმედები იყვნენ თვითონ პირველ რიგში თავისი პოლიტიკური პარტია. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიყვანოს ადამიანის მოკვლა, იმიტომ რომ ერთი შეიყვანეს. ადამიანის დაწვა, პოლიციელის დაწვა შეიყვანეს უკვე. და ბანერებით დარბოდნენ ზოგიერთი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აქ ჩვენ ქვეყანაში. მოლოტოვის კოქტეილი გამოსახული. და ვნახეთ ლაზარე გრიგორიადისის გაგმირება და შემდეგ ლაზარე გრიგორიადისის გაგმირებიდან ოდნავ ხანდასმული ლაზარემ რისი გაკეთება სცადა შემდეგ ელისაშვილიმ აქ მხედველობაში. პირდაპირ დაანონსებულ გადატრიალების მცდელობაზე დღეს ამ უტიფრებს უტრიალდებათ ენა და ამბობდნენ რომ არა ეს თურმე არ ყოფილა რევოლუციური მცდელობა. მათ უნდათ შეჭრა, მათ ამის თაობაზე განაცხადეს რომ მამაკაცური ძალაა საჭირო, განაცხადეს რომ ნეპალი არის სამაგალითო თუ როგორ უნდა დათრგუნო და როგორ უნდა ებრძოლო ხელისუფლებას და მოუწოდეს ხალხს საზოგადოებას ამის განსახორციელებლად და ჯერ კიდე გამოსარკვევია რისთვის იყო შემოტანილი რა ტერორისტული აქტებისთვის იყო შემოტანილი ეს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინიდან. ვინ იყო ამაში ჩართული? ის რა აფეთქებული იყო ნახევარ თბილისს დაანგრევდა. ეს ყველაფერი პარალელურად მიმდინარეობდა ეს პროცესები.